ერთი წლის წინ, მაშინაც კი, როცა მაგრად დაწყებული ერთა ლიგა ჩავაგდეთ და ყველანი ძალიან იმედგაცრულებულები დავრჩით, ვერ წარმომედგინა, რომ დღეს ამ წერილს დავწერდი. ვერ წარმომედგინა, რომ 2024 წლის დაუვიწყარი ზაფხულის შემდეგ, როცა ჯერ საბერძნეთს გაუყარეთ, მერე პორტუგალიას და ასე შემდეგ, ჩვენი ფეხბურთის შავბნელი დღეების კადრები გამახსენდებოდა. ერთა ლიგის ფიასკო დავაბრალეთ ერთ რიგით ჩავარდნას. კარგად მესმის, რომ ჩვენს ფეხბურთს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ არარეალურ მიზნებს ვეპოტინებოდეთ. მაგრამ ბოლო წელიწადნახევარმა გვიჩვენა, რომ გვაქვს სულ ცოტა იმის რესურსი მაინც, რომ მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპებზე ბოლო ტურამდე ცოცხლები ვიყოთ. სინამდვილეში კი რა ხდება? ლამის უკურნებელ ავადმყოფობად გვექცა მატჩის დასაწყისშივე გოლების გაშვება. მაგრამ აქ წვრილად აღარ გავყვები სათამაშო ნიუანსებს და ცალკეული ფეხბურთელების ნამოქმედარის გარჩევას. ვეცდები ზოგადად შევეხო პრობლემას. ერთია, რომ ჩვენს ფეხბურთს პრობლემების საფუძველში აქვს და ამის გამოსწორებას წლები დასჭირდება. მეორე მხრივ არის ისეთი პრობლემებიც, რომლებსაც აქ და ახლა შეიძლება ეშველოს რაღაც დონეზე მაინც, ოღონდ იმაზე შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ფეხბურთი თავიდან არის ასაშენებელი და ეს მყარი საძირკველის გარეშე არ გამოვა. მაგრამ ეს სხვა ნაწილის თემაა. ამ წუთის საფიქრალს რაც შეეხება, მოვისმინეთ ვილის სანიოლისა და ფეხბურთელების კომენტარები. ისინი ვიშვიშებენ უბრალოდ. ტოპ ლიგებში ახლა იმდენი ფეხბურთელი ყავს. ჩვენი კალიბრის ბევრ ქვეყანასაც შეიძლება შეშურდეს, თუმცა ფაქტია, რესურსი და კონკურენცია გაცილებით მეტია საჭირო და სხვა ბრალდებებს რაც შეეხება, კი, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა თუ არ აქვთ, რატომ იძახებ ესეთ ფეხბურთელს, ვილი? ანუ მუხტი და мотиваცია რატო დაიკარგა? განა ეს მწვრთნელის მისახედი არ არის? რამ მოგვიტანა ევროპის ჩემპიონატის საგზური? რა თქმა უნდა, ერთიანობამ და ჰარმონიამ. გარედანაც ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრებში ისეთი ატმოსფერო იყო, წლების წინ რომ სანატრელი გქონდა. ვისი დამსახურება იყო ეს? რა თქმა უნდა, დიდწილად სანიოლისაც. და ვისი ბრალია, რომ ეს ყველაფერი დაიკარგა, რა თქმა უნდა, ესეც სანიოლის. სანიოლმა მიაგნო ნაკრების დღევანდელი კონტინგენტისთვის იდეალურ სქემას 5 მცველით, რომელმაც გაუძლო გამოცდა საბერძნეთთან ისტორიულ მატჩში და მერე ევროპის ჩემპიონატზეც. საინტერესოა, რამ ან ვინ უბიძგა მას თავისივე შექმნილის დანგრევისკენ. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დაიწყო დაცვის ხაზის გადახალისება, როცა რამდენჯერმე მწარედ დავისაჯეთ ამისთვის. ერთა ლიგას გულისხმობ. ვხედავთ სანიოლის არათანმიმდევრულობასაც. სანიოლის შემოქმედებითი კრიზისი ჩანს დაგვიანებულ შეცვლებზეც. ეს არა მარტო სანიოლის, სხვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელებსაც ემართებოდათ, მაგალითად ქეცბას. შეიძლება კრიზისის მიზეზს ხსნის სანიოლის კაპიტულანტური განცხადება, რომელიც ესპანეთთან თბილისური მატჩის შემდეგ მოვისმინეთ. დელა ფუენტესს ვუთხარი, თუ კვლავ მოგვიწევს შესარჩევში თქვენთან დაპირისპირება, თანამდებობიდან გადავდგებიო. და ანუ ჩვენ რა ამ ქართულ გულშემატკივარს, აი რა. ამიტომ სრულიად გაუგებარია, რას ემყარება მისი ოპტიმიზმი. მარტში უკეთესი გუნდი ვიქნებით, ესე თქვა. ხოლო სექტემბრისთვის უფრო უკეთესი. ანუ ბატონმა ბიზინამ რო თქვა, ეს 4 წელი მაგარი იქნებაო და აი მომავალი 4 წელი უკეთესიო. ხო და რა ვიცი, აბა. თუმცა სანიოლის რესურსი ამოწურულია. ჩემი აზრით. ამაში ახალი და უცნაური არაფერია. მასზე ბევრად დიდი მწვრთნელები წასულან პოსტებიდან და ცხოვრება გაუგრძელებიათ. ფაქტია, დაქორწინებულები არ ვართ ნამდვილად ვილიზე, არ მიწყენს იმედია. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მას არ გაუშვებს, იმიტომ რომ 2028 წლამდეა კონტრაქტი. ჯერ ერთი გადასახდელი იქნება ჯარიმა ანუ კომპენსაცია და მეორე ახალი მწვრთნელის ძიება ახალი თავსატეხია. ანუ ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე რო არ დაემართოთ, ამიტომაც ცდილობენ რომ ვაის არ გაეყარონ, იმიტომ რომ შეიძლება ვუის შეეყარონ. რისი ალბათობაც საკმაოდ დიდია.
სწორედ ახლა არის ცვლილებებისთვის ხელსაყრელი მომენტი. სანამ ერთა ლიგა დაიწყება, დიდი ალბათობით გვექნება 4 ამხანაგური მატჩი მარტში და ივნისში. ოღონდ თუ ფეხბურთის ფედერაცია კვლავ გამოუცხადებს ნდობას სანიოლს, რაც მე მგონია რომ დიდი ალბათობით ესე იქნება, შესაძლოა ფიასკო განვიცადოთ კიდევ ერთხელ. და მერე ხელმძღვანელობამ თავად უნდა აგოს პასუხი. მაგრამ გაგიკვირდებათ და რა თქმა უნდა ეს არ მოხდება, იცით რატომ? იმიტომ რომ საქართველოში ძლიერ თამარ სოფლისათა პასუხს არავინ არ სთხოვს პირიქით. ისინი სჯიან სუსტებს და სახის აძრობენ. ამიტომ მეგობრებო, დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ მომავალ ქართულ ფეხბურთზე და შვილები ატარეთ ცურვაზე. ჩანთელები მაინც გაიზრდებიან. ფარავდეთ უფალი ღმერთი.